მოგესალმებით, ეს არის რიგით მეოთხე ვიდეო. აქაც ისევ იქნება რენდომ ფიქრები და დაკვირვებები. რაღაცებს ვიბოდიალებ რა. აპოკალიფსი და აპოკალიფსისთვის მზადება. მოდი იყოს ზომბი აპოკალიფსი. ის არის რაღაც სამყარო რომ თავდება და ეგეთი რაღაცები არ გვინდა. ჩემი აზრით, ზომბი აპოკალიფსი როცა დაიწყება, რაღაცეებში ინვესტიცია საჭირო იქნება რა. ოღონდ რა თქმა უნდა ხო გვეცოდინება რომ აი რაღაცა ზომბი აუთბრეიკი არის და უნდა დაიწყოთ მზადება აპოკალიფსისთვის, რომ აი არ გიკვინონ და რაღაცა ეგეთი. და აქედან გამომდინარე ესეთი რაღაცა დავასკვენი, რომ საჭირო არის ზომბი აპოკალიფსისთვის მომზადება. პირველი რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, ეს არის საბანი და ბალიში. აი, როდესაც გაიღვიძე რაღაცა სამყარო დასასრულს უახლოვდება, გარეთ ზომბები დადიან, ესეთი ხმები არის რაღაცა დებილობები და შენ ხარ მაინც არასამაყო ადგილას რა. და იმიტომ რომ რავი რაც კინოებში მაგთან ნახე რომ გითხრა ხარ ზომბები მაინც თავს უფრთხილდებიან რაღაცა გადახტომის, ჩახტომის, შევარდნის და მსგავსი რაღაცებისგან თქო მოგათ. ალბათ იმიტომ რომ რავი კუდარები არიან უკვე, მაგრამ თუ არ გაქვთ უსაფრთხო შესაფარი და აი მოგიწიათ რომ ტყეში იყოთ, ხო? რომ ზომბებს განერიდოთ. საჭირო იქნება საბანი და ბალიში და ეხლა რატომ? იმიტომ რომ როდესაც ზომბი მოვა შენთან და შენ ხარ გამოუძინებელი, ანუ საბანი ბალიში ელემა აი მოდი მარტო ბალიში იყოს. ბალიში არ ქონა, ხო და რაღაცა ქვებისგან გატენილ ტომარაზე გედო თავი. ანუ შენ რა გინდა მითხრა რომ გამოუძინებელმა შეგიძლია ეომო ზომბებს, გამორიცხული ამბავი. ამჯერა. იმიტომ რომ მე რო გამოუძინებელი ვარ, ვერ ფუნქციონირებ ხოლმე და რავი, თქვენ თუ მაგის საბაჯერება გაქვთ რომ გამოუძინებელზე შეგიძლიათ ზომბი დაამარცხოთ, წარმატებებს იზრუნოთ. მეორე რაც ზომბი აპოკალიფსის დროს ჩემი პატარა ჭკუით დაგჭირდებათ არის მეგობარი, რომელიც არის ექიმი. ინვესტიცია. ასე რომ თუ მეგობრებში არ ყავთ არავინ ექიმი, ან სამედიცინოზე არავინ არ სწავლობს, ან პატარა ელემენტარული განათლება მაინც არ აქვს სამედიცინო სფეროში, მაშინ რა მოძებნეთ ვინმე რა, რომ აი მომავლისთვის ყავთ. მიდიხარ და ფეხი მოგწყდა შემთხვევით ზომბისგან გაქცევის დროს. ანუ შენ, როდესაც არანაირი გამოცდილება არ გაქვს არანაირი სამედიცინო სფეროში, არ ამგონია მაინც შენ თავს დაეხმარო მაშინ როდესაც ფეხი გაქვს მოტეხილი. ანუ რა გინდა მითხრა, პროსტა შეგიძლია რა რაღაცა ფიცარი მიიდო ფეხზე და всё გასწორდა. არა. ექიმი საჭირო. ასე რომ დაუზმაკასით ვინმე ექიმს, ან ბუნკერს თუ ვაშენებთ რაღაცა ზამაგარს, ერთი ადგილი გამოყავით ექიმისთვის, რომ ის იზოლარჩება, თქვენც რაღაცა მადლს მოისხამთ და ისე დავალებული იქნება, მე თქვენ რაც გაგიჭირდებათ დაგეხმარება და ასე შემდეგ რა. ხელი ხელს ბანს ეს ნათქვამია. შემდეგი რაც ზომბი აპოკალიფსის დროს ჩემი აზრით გაგიჭირდებათ არის უინტერნეტო თამაშები. ის შეიძლება რომ ვაფშე აღარ გქონდეთ ტელეფონი ახლოში, მაგრამ რაღაცა დრო რო გავა, აი გავიდა მაგალითად 2 წელი, რაც დაიწყო ზომბი აპოკალიფსი. შენ ხო ამ 2 წლის განმავლობაში ყველანაირი ინტერნეტის სივრცე გაითიშება, შეიძლება ელექტროენერგიაც არ ქონდეს არავის. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ შეიძლება ვინმე აღმოაჩინოს წყარო, რომელთაც გამოყოფს ელექტროენერგიას და გამოიყენოთ ეს ელექტროენერგია ყველა. მაგრამ ძალიან რთულია ელექტროენერგიისგან განსხვავებით მოიპოვო ინტერნეტი. ქუჩაში რო გახვიდე და ვინმეს კითხო როგორ შეიძლება მოიპოვო ელექტროენერგია, რაღაცა ხერხს მაინც გეტყვის. აი, მაგალითად ველოსიპედის ვატრი, ველოსიპედისგან ან დვიჟოკისგან. ხო ის დუჟოკი ხო ის არის რაღაც რა მოკაჭავრა მიხვდით. მაგრამ ინტერნეტის მოძიება იქნება ძალიან რთული. შეუძლებელიც შესაძლოა იყოს რა. და შესაძლოა გექნება დატანილი ტელეფონი, მარტო ის სურათებისთვის რო არ გამოიყენო, ჩაწერილი გექნება ძალიან ბევრი უინტერნეტო თამაში, რომელსაც მე გამოიყენებ და თუ სხვას ტელეფონი არ აქვს, შეგიძლია გააქირო ბიზნესია უკვე მეგობარო. ზომბი აპოკალიფსის დროს უკვე ბიზნესი დია გაქვთ. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს სამი რაღაცა რაც ჩემი აზრით საჭირო იქნება აუცილებლად ზომბი აპოკალიფსის დროს. ნუ იარაღს და ეგეთ რაღაცებს არ ვთქვი, იმიტომ რომ ეგ რაღაცა ყველა მიცის. შემდეგი რასაც მინდა ველაპარაკო არის რეკლამები და რეკლამების ხარისხის ქვემოთ დაცემა. ოღონდ ხარისხის ქვემოთ დაცემაზე არ ვიზახი, რაღაცა გადაღების ხარისხი, ანუ 4K-ზე ნაკლები რეკლამა მე არ მინახავს, კაი ხანია. უბრალოდ ვიზახი კრეატივს რეკლამაში რა. აი, ძველ რეკლამებს რო გადავხედოთ, ახლანდელი რეკლამებისგან განსხვავებით, რომ აი რაღაცა Globos რეკლამა მაგალითად ან რავი Volt-ის რეკლამა, რომელიც უბრალოდ ეკრანზე დადებული სურათებია და უკანადებს რაღაცა რაღაც ეგეთი მუსიკა რა. ძველ რეკლამებში რო გადავიდეთ, ყველას ემახსოვრება ალბათ გურჯაანის ნაყინის რეკლამა, ხო? გურჯაანის ნაყინია, ანუ ტიპებმა გურჯაანის ნაყინს დაუწერეს სიმღერა თან მაგარი ანიმაციაც ააწყვეს. ისეთი კარგი რეკლამა გამოვიდა, რომ დღემდე ყველას ახსოვს. ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის გურჯაანის ნაყინის რეკლამა. დაჟე რო უთხრა წაიმღერეო, მაგაზეც წაიმღერებს. ზეპირად იცის ეგ ტექსტი და მაგითო. რო ვიღაცა ულოშიანი მასტიმღერის რაღაცა სცენაზე ნახატში ანიმაცია იყო, როგორც მახსოვს და გურჯაანის ნაყინს უმღერეს. ანუ ეგეთი რეკლამა ხო აღარ გამოსულა კაი ხანია. აი კიდე მეორე რეკლამა ეგეთი მაგალითად იყო ტექნობუმის. ტექნობუმ ბუმ ბუმ მოდი და იყიდეო, ანუ ხო მაგარია.
აი ყველა მიცის ეგ რეკლამა ვაფშე, ანუ გამორიცხული ამბავია, ვინმე არსებობდეს, რომ ეგ არ იცოდეს. ქართველი მაინც ეხა საზღვარგარეთ არ ვიცი. აქ საქართველოს ყველა მიცის ეგ რეკლამა. კიდე იყო ძალიან ძველი რეკლამა კეტონალის თუ გახსოვთ. კეტონალის რეკლამა რო იყო რა, კეტონალი და კეტონალი, აი ეგეთი რეკლამა რო იყო და რავი, აფრიკის ტომებიდან ჩამოყვედი რაღაცა ეგეთი ხალხი ყავდათ რეკლამაში და სხვადასხვა ეროვნების ხალხი იძახდა რომ ჭირდება დახმარება კეტონალი რაღაც ეგრე ანუ დასამახსოვრებელი რეკლამაა რა. კიდე იყო ეგეთი მგონი მაგთის რეკლამა და რაღაცა. თუმცა რაღაც მისტიური რეკლამა იყო ჩემთვის რა, რო უყურებდი ვერ გაიგებდი რის რეკლამა იყო. თავიდან დაიწყო, ვიღაცა გოგო და ბიჭი არიან, ტელეფონზე ურეკავენ ერთმანეთს, მერე შეხვდებიან და ბოლოს აღმოჩნდება რომ ეს სასიყვარულო რომანი ყოფილა მაგთის რეკლამა. კი, ეხა იდეაში არაფერია რა ეგეთი რაღაცა, მაგრამ მაშინ კრეატივია რა, კარგია. ერთ-ერთი რეკლამა, რომელზეც შემიძლია რომ თქვა რომ აი ძალიან მაგარი რეკლამაა თქო დღევანდელობისთვის, არის Red Bull-ის რეკლამა. მე ძალიან მომწონს Red Bull-ის რეკლამები რა. მიუხედავად იმისა, რომ წეღან თქვი რომ ახალი რეკლამები არ ვარ გამეთქი რა, Red Bull-ს მაინც აქვს რაღაც თამასა შენარჩუნებული. აი Red Bull-ის რეკლამა ვისაც გაქვთ ნანახი და უეჭველი გეკთემოთ ყველას ნანახი. ანუ თან მარტო ერთი არ არის და უბრალოდ საფირმო ფრაზა აქვს. და კადრები იცვლება რა. აი რაღაცა მაგალითად ვიღაცა ჯიგარი მიდის, თავის ბებიასთან ერთად მანქანაში ზის, უსპად Red Bull-ს გადაკრავს და ეს ჯიგარი ფრთებს გამოისხავს ესე და მიფრინავს მერე რა. ბებო, სად მიდიხარ? Red Bull-ი აფრთიანებს. ანუ ხომ მაგარია, ჯერ ეგ ფრაზა არის თვითონ მაგარი Red Bull-ი აფრთიანებს. ძალიან მაგარი. Red Bull-ს ლაიქები. ანუ კარგი რეკლამისთვის მადლობა. დღეისათვის ბოლო თემა, რაზეც მინდა რომ ვილაპარაკო, არის რაღაცა, რაც წესით ყველას ნერვს უნდა უშლიდეს. და უნდა უშლიდეს არა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ნერვს უშლის. ეს არის, როდესაც ტახტზე ჩამოჯდები, შენ კომფორტულად ხარ მოკალათებული, ფეხებს შემოდებ უფზე, ან მაგიდაზე, ან ნებისმიერ მეორე სკამზე თუნდაც და ეს ნებისმიერი რაღაცა, რაზეც ფეხი გიდეს, მოდი პუფი იყოს, ეს პუფი ნელ-ნელა წინ მიდის. ოღონდ ისე არ რომ მაინც და მაინც თავიდან შეგაწუხოს. უბრალოდ ზიხა და ძალიან ნელა მიდის და გშორდება ნელა რა. შენ ცდილობ ყველანაირად რომ ეს არ გაიგისეს, მაგრამ არაფერი არ გამოგდის. მერე ეს ბოლომდე რო წავალ და შენ უკვე ფეხები გაშტეკილი როზე ხარ ესე, შეეცდები რომ შენი ცერათითები ესე მოკიდო იმას პუფს და უკან გამოკაჩო. დადგება საკაიფოდ, გავა 10 წუთი და ზუსტად ისე იმ ადგილას არის ეს პუფი, სადაც თაიანს შენ ცერათითებით გამოაქვეყნე უკან. არ ვიცი ამ პრობლემას რა ეშველება. უბრალოდ მინდოდა რომ მეთქვა და გამეზიარებინა თქვენთვისაც, რომ იმედია მარტო ჩემი პრობლემა არ არის ეს. მადლობა ყურადღებისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო. ვავალთ. ისევ 5 ლაიქზე, ან 4 ლაიქზეც იყოს, არ არის პრობლემა. კიდე გადავიდე ახლა რომ ეს მოვიფიქრებ. აგებსანდებოდეთ. ტარანტა. იმედია ვიდეო იღებდა ხო?